საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნება ბატონი გივი ტატულაშვილი ოჯახურ გარემოში. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. საყვარელი ქალაქი გორი. ცხოვრების მიზანი, კეთილი საქმის კეთება, სანუკვარი ოცნება ბედნიერი საქართველოს ნახვა. საყვარელი სადილი შემწვარი კარტოფილი, საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე, მისაბაძი ისტორიული პიროვნება, დავით აღმაშენებელი, ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, ჰობი, მუსიკა და სპორტი. ბიოგრაფიული შტრიხები. გივი ტატულაშვილი დაიბადა 1959 წლის 20 იანვარს ქალაქ გორში კერამიკოსის ოჯახში. 1966 წელს დაამთავრა გორის მეოთხე საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს მშენებელი ინჟინერის სპეციალობით. 1969 წლიდან მუშაობა დაიწყო მეცხრე სამშენებლო ტრესტის სისტემაში, სადაც მუშიდან დაწყებული გაიარა გზა სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრამდე. მუშაობის შემდეგ თავისუფალ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში, სადაც შეისწავლა თიხაზე მუშაობის ტექნოლოგია. 1990 წელს შექმნა ოჯახი. 1991 წელს შეეძინა ქალიშვილი ანა ტატულაშვილი. ძველთაგანვე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ამუშავებდნენ თიხას და მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე იქნებოდა მეურნე კაცისათვის საჭირო ღვინის, მარცვლეულის, მეცხოველეობის პროდუქტების საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი, სამშენებლო მასალა და ასე შემდეგ. არა მარტო ცალკეული კუთხის, არამედ თითოეული მეთუნის ოჯახის თუ ოსტატის ნახელავი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და ყველა სხვებისაგან გამორჩეული ხელწერა ჰქონდა. გორში ტატულაშვილების ოჯახი ოდითგანვე მეთუნეობით არის ცნობილი. ამ საქმეს მისდევდნენ მათი მამა-პაპა. ძმები ომარ და გივი ტატულაშვილები დღესაც სიყვარულით ემსახურებიან ოჯახურ ტრადიციას, რაც მთავარია მათთვის მეთუნეობა შემოსავლის კი არა, უპირველესად სული საქმეა, ხელოვნება, რომლითაც ყველაზე უკეთ შეიძლება ფიქრისა და ოცნების გაცხადება, ადამიანის მშვენიერებასთან ზიარება. შეხედა გიყვარდეს და გზნობდე მას. ასე იყვნენ ჩვენი წინაპრები. ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა მეც მიყოლოდი მამა-პაპასა ტრადიციებს. დღევანდელ პირობებში თიხამ შეეძინა სხვა მრავალი თვისება, მაგრამ ის მაინც რჩება ერის კულტურის გამომხატველი. მეთუნეობა ძველად გორში დიდად იყო მიღებული, ხოლო ტატულაშვილების ოსტატობა განთქმული იყო ოდითგანვე, განსაკუთრებით ცნობილი იყო გივი ტატულაშვილის მამის ისაკის ნახელავი. ასე ამბობდნენ, ამ კაცის ხელში თიხაც მღერისო. სწორედ მან შეაყვარა მეთუნეობა თავის ვაჟებს ომარსა და გივის. ომარმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გივი კი მშენებელ ინჟინერი გახდა, მაგრამ საგვარეულო პროფესიას დღემდე არ ღალატობს. გივი ტატულაშვილი მამისეულ კერაზე, პაპისეულ ქურაზე საქმიანობს და თუმცა დღეს მეთუნეობაში უახლოსი ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრი პროცესი გაიოლდა და გამარტივდა. გივი ტატულაშვილი ჭურჭლის გამოწვის მამაპაპაეულ მეთოდს არ ღალატობს. ასეთი გზა მძიმე, დამღლელი და შრომატევადია. სამაგერო თიხა სუნთქავს, მღერის და გეფერება კიდეცო. ასე თვლის ბატონი გივი. სასიამოვნოდ გავიხსენებდი ბავშვობის წლებს, იმიტომ რომ სკოლის შემდეგ თავისუფალ დროს ვატარებდი ხოლმე ამ სახელოსნოში, მამაჩემთან, პაპაჩემთან და დანარჩენი რაც თავისუფალი მქონდა, ფეხბურთს თამაშობდი. ფეხბურთს მე ვთამაშობდი კიდე დილაში ცოტა ხანს სკოლის პერიოდში და სკოლის დამთავრების შემდეგ მე ფეხის ტრამა მივიღე და ფეხბურთს თავი დავანებე. დავიწყეთ სწავლა, დავამთავრეთ მე ინსტიტუტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინრის სპეციალობით და თან საღამოს დასწრებულზე თან მუშაობდი. თვითონ ეს კერამიკა ისეთია, რომ დღესაც ამოუცნობია. ბევრი რაღაცები ისეთია, რომელსაც დღესაც განვითარების პერიოდში არა, მაგრამ ეს ტექნოლოგია ძალიან რთულია, გინდა ეს ფერების დაყენება, გინდა ეს მოხატულობა, ეს რაც არის მოხატული, ეს ისტორიული ჩვენი მამაპაპური ნახატებით არის გაკეთებული, ორნამენტებია გაკეთებული ძველი. გივი ტატულაშვილი ოჯახით გორში ნინოშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მან 1990 წელს შექმნა ოჯახი. ყავს მეუღლე მაია ტრამაკიძე, პროფესიით პედაგოგი. ჩემი მეუღლეს დიდი ხანია ვიცნობდი. ერთი და ორი წელი არა, ვიცნობდით ერთმანეთს კაი ხანი. მაგრამ რაღაცას რა ვიცი, ვაგვიანებდით ერთიც და მეორეც. მერე მოხდა ისე, რომ გვიანობით შევუვლდით. გიყვარეთ ერთმანეთი. არც გვიჯავრება. მაშინ. არც მაშინ კაცო, არც გვიჯავრებოდა ერთმანეთს.
მათ ყავთ ერთი გოგონა ანა, 14 წლის, რომელიც მამას საკმაოდ დადებით პიროვნებად მიიჩნევს. იგი ჩვენთან საუბარში პირობას იძლევა, რომ აუცილებლად გააგრძელებს ოჯახის ტრადიციას და შეისწავლის მეთუნეობას. გორია მამა სახლში. ძალიან თბილი, მოსიყვარული და არასდროს არ მაბარაზებს. საინტერესოა მოგწონს თუ არა მამის პროფესია და როგორ შენ რას ფიქრობ, აი რა გინდა გამოხვიდეს მომავალში, როგორ იქნება შენი პროფესია? ჯერ არ გადამიწყვეტია პროფესია არ ამირჩევია, ისე კერამიკა მომწონს, ტრადიციულია ჩვენი ოჯახის და რა ვიცი ძალიან მომწონს. რაც უსურვებ შენ ოჯახს და მამას? რა ვიცი უსურვებ ბედნიერებას, კარგად ყოფნას და ყველაფერი აუხდეს რაც უნდა, რაც სურს. სასიამოვნოა, როდესაც გიცნობენ, როდესაც საერთაშორისო გამოფენაზე დიპლომებსა და ფულად ჯილდოებს გადმოგცემენ, მაგრამ უფრო კარგია ტატულაშვილების სამი თაობის შემოქმედების სქერა. ბატონი გივის სახლის სარდაფში სახელდახელოდ მოწყობილ საგამოფენო თაროებზე თავს იწონებს ნესტო, ისაკ ომარ და გიორგი ტატულაშვილების მიერ მოჭიქული საყვავილე ვაზები, დეკორატიული თეფშები, დოქები, ჯამები, მარნები, ქოთნები, ხელადები და ასე შემდეგ. ამ თაროებზე სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ტატულაშვილების ნიჭი, შრომა და შემოქმედებაა დავანებული. ბატონ გივის უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს პერსონალური გამოფენის მოწყობა გორში. იგი იმედოვნებს, რომ ამ ოცნებას აუცილებლად განახორციელებს. სამომავლოდ დასახული გეგმა თუ იქნება შესაძლებლობა იმისი და ელექტროენერგია და ეს გვექნება, მე მინდა რომ მოვაწყო პერსონალური გამოფენა. სადაც იქნება ჩემი ნამუშევრები, ჩვენი გვარის გამოფენა, იგივე მამაჩემის ნამუშევრებიც არის დარჩენილი, რომელიც მე მაქვს შენახული და ბევრი ნამუშევარი კიდე მუზეუმში ინახება, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში და ხელოვნების მუზეუმშიც არის, იგივე მამაჩემისაც, პაპაჩემისაც ბევრი ნამუშევრებია, კატალოგშიც არის შესულები და მეც მინდა რომ რაღაცა წვლილი შევიტანო და ჩემი ნამუშევრებიც ან იმ მუზეუმში იყოს და გამოფენა მოვაწყო და იქ იმ გამოფენიდან ალბათ აირჩევენ რომელიღაცას, რომელიც დარჩება ისტორიაში და მუზეუმში იქნება, როგორც პაპაჩემისა და მამაჩემის ნამუშევრებია და ჩემი ძმის აგრეთვე. ამ პერიოდში რეგიონის მოსახლეობას უსურვებდი წინსვლას და მომავლისთვის აი ახალ მთავრობაში ახალი ხელისუფლება მოვიდა და შეეხედოთ ღია თვალებით, რა ვიცი. ეგრე უნდა იყოს დღევანდელი ცხოვრება. ის სირთულეები, რაც იყო, ალბათ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი რეგიონის ხალხი ერთად გადაწყვეტავს ყველაფერს და აძლევს და გავალთ იმ წერტილამდე, რომ ხელოვნებაც აღორძინებული იქნება და მუშა დაფასდება, მასწავლებელიც, ლექტორის და სულ ყველანი, რა ვიცი, მე მგონი მაგის იმედები გვაქვს რა ჯერჯერობით. ფიქრობთ, რომ წინსვლა იქნება. ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ პიროვნებას წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში, ასე რომ დაგველოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.